წარმოებლები ფასებზე გავლენის მოხდენის მექანიზმად ასახელებენ არა მხოლოდ მაღაზიების მხრიდან დაწესებულ გადასახადებს, არამედ სახელმწიფო გადასახადებსაც. ქართული ოცნება მაინც აქცენტს აკეთებს ქსელური მაღაზიების მიერ დაწესებულ გადასახადზე მოსაკრებელზე, რომლის გადახდაც ადგილობრივ მწარმოებელს თუ დისტრიბუტორს უწევს 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა. თავდაპირველად სწორედ სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებულ გადასახადზე აკეთებდნენ აქცენტს ადგილობრივი მწარმოებლები, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა მათ ამაზე საუბარი აუკრძალეს, უთხრეს, რომ სხვა ფორმატში შესაძლებელი იქნებოდა დღგ-ს გადასახადზე მსჯელობა და არა ამ კომისიის ფარგლებში და შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარი გზავნილები ქართული ოცნების წევრებს ისკონდეთ, რომ ბიზნესი არის ყველაფერზე პასუხისმგებელი და არა ხელისუფლება, რომელსაც აქამდე შეეძლო, რომ მსგავსი ცვლილებები თუნდაც საკანონმდებლო დონეზე გაეტარებინა. ბიზნესს აქვს ერთი სათქმელი, რომ სამუშაო არის ძალიან ბევრი და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თავარია რომ ეს საკითხები ისე უნდა განიხილოს, რომ დიდი ჩარევა არ მოხდეს ბიზნეს პროცესში. პრობლემა არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელი არის და რომელიც წარმოება არც ისე დიდი რაოდენობით ხდება და რაღაცა პროდუქტებზე შეიძლება იყოს განხილვა და რაღაცა გადაწყვეტილება მიღება. კომპანია ჩინეთთან განეხილავთ, ჩვენთვის მთავარი არის წარმოების გაზრდა. წარმოების გაზრდა და როგორც ნებისმიერ ქვეყანაში ახაც უნდა მოხდეს კვოტების შემოღება, მაგალითად და რო ჩვენ გავზარდოთ პროდუქცია და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პროდუქციის ფასის შემცირება. ეს ნაწილს რაც შეეხება, ერთი რაღაცა არის, ახლა პირადად ჩვენს წარმოებასთან მიმართებაში ვიტყვი. მე მიმაჩნია კონკრეტულად რა, რომ ეს არის უსამართლობა, უბრალოდ რა, რატომ? იმიტომ რომ კვერცხი რატომღაც დგას განყენებულ მდგომარეობაში. ეს მე მგონი არ არის სწორი და კარგი იქნება თუ ამაზე ასე ვთქვათ, იქნება მიღწეული შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს ადეკვატურად დააკვირდეს ფასი. ჩვენი მიზანი არის, რომ ერთი მხრივ ბიზნესი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ ანალიტიკა, სწორი ანალიტიკა, შემდეგ მექანიზმების დადგენა და ამ მექანიზმების ამოქმედება. სადაც რომ რესურსი არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს აქ 86% ფასნამაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ, აქ ეს კომპანიის საერთოდ ხო, მარტივია. პირველი მიზანი არის, რომ ეს ფასნამატი სტრუქტურული პრობლემა აღმოხმოთ და რეალურად მივიდეთ კონკურენტუნარიან ციფრს. დანარჩენი დევეგ და ასე სხვა, დანარჩენი ეს დამატებითი მექანიზმებია და ამაზე საუბარი დაადრევი. კომუნალური გადასახადი არის მთელი საოპერაციო ხარჯის 2%. ესე იგი 86-დან, ასე რომ ვთქვათ, ფასწარმოების ჯაჭვში 2%-ია, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს 36% და მისი სწორად მართვა და ეფექტურობის მიღება და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემას უნდა მოვაგვაროთ პირველ რიგში და შემდეგ უნდა მოვაგვაროთ თანხმოვანი პრობლემები. რატომ ძვირდება პროდუქტ ფასები? ამის გარკვევას უფრო მეტი შეეცდება, წრე ფართოვდება, ვინც უნდა დაადგინოს, როგორ ფორმირდება პროდუქტებზე ფასი, თუ აქამდე იკვლევდა მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, კონკურენციის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ახლა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ საქმეში შესაძლოა ჩართონ საერთაშორისო კომპანია, რომელსაც დაიქირავებენ იმის გასარკვევად, როგორ ფორმირდება პროდუქტების ფასი.